ახლა ასე დგას საკითხი ქართული ანბანის მე-12 ასო ნიშანი ამდაგვარად იწერება, გამოსარკვევია ამ ასონიშნის მოხაზულობის რაობა და რატომ ეწოდება ამ ასონიშანს ლას. საქმე ის არის, როგორც ვიცით, ჩვენ მზე ამთავრეს თავის ზოდიაქურ მოძრაობას თევზის თანავარსკვლავედში. წარმართულ საქართველოში არსებობდა რწმენა თევზის ღვთაებისა. ეს დადასტურებულია ქართული ეთნოგრაფიული მასალებით, ეს გამორკვეულია ქართული ეთნოგრაფიის ფუძემდებელს გიორგი ჩიტაიას. გარდა ამისა ქართული დღესაც ცოცხალია ქართულ მეთევზეებში ლასის მნიშვნელობა. ლასი არის თევზის ღვთაება. ანუ უშუალოდ ეხმაურება უკანასკნელ თვეს, ესე იგი წელიწადის უკანასკნელი თვის სახელწოდება თევზი, ხოლო ქართულ ანბანში წელიწადის უკანასკნელი თვის სახელწოდება ლასი, ანუ თევზის ღვთაება. კი ქართულ ანბანში წარმართული ღმერთების მთელი კრებული არსებობს. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე-12 ზოდიაქურ თანავარსკვლავედს, როგორც ჩანს, წარმართულ ხანაში ლასი ეწოდებოდა, ანუ თევზის ღვთაების მნიშვნელობისა იყო და თევზის ღვთაებას უნდა ასახავდეს. ამდენად ჩვენ ამ ასოში თევზის ღვთაების მნიშვნელობა უნდა ამოვიცნოთ. საქმე ის არის, რომ თევზის რამდენიმე განსახიერება არსებობს საერთოდ ძველ ცივილიზაციებში და განსაკუთრებულად თევზის ღვთაებას ჰიპოკამპუს, ლათინურად რო ვთქვათ, ჰიპოკამპუს ეწოდება, ხოლო ქართული მისი სახელია ცხენთევზა, რომელიც შავ ზღვაში არის. ეს ცხენთევზა როგორ არის? ესე იგი ცხენის თავი ცხენის პირისახეს მიუგავს, ხოლო შვეულად მოძრაობს სხვა თევზებისაგან განსხვავებით და ესე იგი კუდი აქვს, თევზისებური კუდი აქვს აპრეშილი. ამდენად აი ეს გრაფიკული ნახაზი, ეს არის თევზის თავი, შემდეგ იგი შვეულად მოძრაობს წყალში და აი მისი კუდი, ესე იგი ზუსტად ასახიერებს ღვთაების განსახიერებას, ეგრეთ წოდებულ ცხენთევზას, რომელსაც ლათინურად ჰიპოკამპუსი ეწოდება.